გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბარამიძე, ხოლო ეს არის აზროვნების სახელოსნო. დღეს მე ვისაუბრებ იმ თემაზე, რომლითაც დავასრულე წინა საუბარი. განვაგრძობ იმ საუბარს, ასე ვთქვათ, შინაარსობრივად, რაზეც უკვე იყო, რაზეც ვილაპარაკე წინა საუბარში, ხო? საქმე ეხება ხედვა და აზრი, რა დამოკიდებულება არსებობს მათ შორის და რა როლი აქვს ამას ჩემს შინაგან ცხოვრებაში და საერთოდ ჩემს ყოველდღიურობაში. ეხლა ეს პრობლემა წარმოიშვა იქედან, რომ მე ვთქვი, რომ აზროვნება, აზრი არის სურვილი იმისა, რომ დაინახო და არა მარტო დაინახო, ის რაც ხილულია და რისი დანახვა შეიძლება, არამედ დაინახო ის, ანუ გქონდეს იმის სურვილი, მისწრაფება იქეთკენ, რომ დაინახო უხილავ. საქმე სწორედ ის არის, რომ როგორ შეგვიძლია ჩვენ უხილავის დანახვა. თუ ხედვა არის ხილულის დანახვა, მაშინ ესე იგი როგორ შეიძლება ის, რომ იგივე ხედვა იყოს ასევე უხილავის დანახვა. ეს ერთი მხარეა საკითხის, უფრო მნიშვნელოვანი ვერ ვფიქრობ ახლა ჩემი საუბრისთვის, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მე ჩემში ხედავ აი ამ პრობლემას. ანუ მე მაქვს და ჩემს რომელიმე მეს აქვს მისწრაფება, სურვილი, მისწრაფება იქეთკენ და სურვილი იმისა, რომ დაინახოს დაუნახავი. და განვიცდი მე ამას ყოველივეს შინაგანად და ვგრძნობ, ასე ვიტყოდი, ვარ თვითმხილველი, შინაგანი დამკვირვებელი იმისა, თუ როგორ შეიძლება აი ასეთი სწრაფვა ჩემში იქცეს კონფლიქტის საფუძვლად, ანუ შინაგანი დაშლის, აშლილობის საფუძვლად. ეს ვითარება თვითონმა თქვენგანმა შეიძლება შეუძლია თვითონ თქვენგანს, რომ თავის-თავში ამას დააკვირდეს ყველაფერს და თუ ისე ამ სურვილს ჩვენ გავყვებით ბოლომდე, ესე იგი დანახვის სურვილს, რაც სხვათა შორის ჩვენი ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი, ასე დამახასიათებელი შეიძლება ყველა ლიტერატურისთვის იყოს, მაგრამ ქართულისთვის ახლობელი იმ მხრივ, რომ აი თანი მაღალნია ეს, თვითონ ჩვენგანმა ალბათ ზეგრად იცის, ხო? თანი მაღალნი, აი რასელიან თანი მაღალნი. და რა უნდათ მათ უნდათ სწორედ დაუნახავის დანახვა. ეს რა თქმა უნდა დაუნახავის დანახვა მარტო ამ მხრივ არ არის პრობლემური. ის პრობლემურია იმ მხრივაც, რომ ხედვა გამოდის როგორც ხედვა უხილავის.
უხილავის ხედვა. ანუ ხედვამ, ანუ თითოეულმა იმ მემ ჩვენში, რომელსაც ესე იგი აქეთკენ ისწრაფებად დაინახოს უხილავი, იგი მას ხედავს არა მისი შინაარსის მიხედვით, ანუ ის უხილავში ვერ შედის, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ როგორც აი ერთი ძველი წარმოდგენის მიხედვით, რომელსაც ჯეროდა, რომ ადამიანის სული თვალის საშუალებით გამოდის სხეულიდან და იწყებს ხეტიალს გარე სამყაროში და მერე ისევ ბრუნდება იმავე თვალის საშუალებით, ხო? ანუ მაგრამ ეს საუბარი, ასე ვთქვათ, ამგვარი საუბარი ახლა ჩვენ ალბათ იმდენად არ გვაინტერესებს, რამდენადაც ის, რომ ჩვენს ხედვას, ჩვენს შინაგან მდგომარეობას, რომელსაც ჩვენ აზროვნებას უწოდებთ, აქვს უხილავის, როგორც ხილული უხილავის ცოდნა. ანუ მან იცის რაღაც, რაც არის უხილავი. უხილავად იცის რაღაცა, არ უხილავს, ისე იცის რაღაცა. ხო? ანუ ვერც კი, ანუ არათუ ვერ ხედავს, არამედ ვერც იჭვრიტება მასში. ასე ვთქვათ, აი, უხილავს არ აქვს ის ჭუჭრუტანა, რომელიც აი უყვარს მეებს, ანუ ადამიანის შინაგან სამყაროში არსებულ აი ამ ეს მეები, ესე იგი, ცალკე რაობებია თუ ერთი რაობის რაღაც ასპექტები, ეს სხვა საკითხია და საკითხები უფრო ფართო გაახილვას საჭიროებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე დავკმაყოფილდებოდი იმის აღნიშვნით, რომ ეს ჭუჭრუტანა, ჭვირი, ჭვრეტა, ჭანვინ, აი ეს ჭან და ვინ, ეს ბგერები, ხო, რომელიც ძალიან დამახასიათებელია იმ ვითარებისთვის, რომელსაც ახლა მე მაქვს საუბარი, იმდენად, რამდენადაც ხედვა საბოლოო ჯამში შეიძლება ჩამოყალიბდეს ჭვრეტად. ანუ ჭვრეტა, რომელსაც არ ჭირდება საგნებთან, ნივთებთან, შინაგანი სამყაროს მოვლენებთან რაღაცის საშუალებით მისვლა. არამედ ის პირდაპირ უშუალო კავშირშია იმასთან, რაც თქვათ ასე, მისი ინტერესის საგანია. და ამდენად ყველივე ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, ჭვრეტა ამ შემთხვევაში უკავშირდება სურვილს, სწრაფვას. სურვილი, ეხლა რა არის სურვილი? ანუ ჩვენ რომ სურვილები არ გვქონდეს, ასე ვთქვათ, ხო? ალბათ პრობლემები თუ საერთოდ არ იქნებოდა, ბევრად უფრო ნაკლები იქნებოდა. ანუ სურვილი არის ნაკლოვანების შევსება, ხო, შევსების, ანუ ნაკლია ეს, სურვილი არის ნაკლი. ადამიანი რომ ნაკლოვანია, რომ მას ბევრი რამე, ასე ვთქვათ, აკლია, ხო, ამდენად უჩნდება მას სურვილი იმისა, რომ ეს დანაკლისი შეივსოს. ისე როგორც მაგალითად, როცა ბოთლიდან ღვინოს გადმოვასხამთ და ამ ბოთლს აკლდება, რა თქმა უნდა, ღვინო, ხო?
მერე ის აუცილებლად უნდა შევავსოთ, ხო, ეს თითოეულმა ჩვენგანმა იცის. თუ არა ის მინდა დაძმარდება, ხო? ამდენად აი სწორედ შეიძლება თითოეულ ჩვენგანს აი ეს ამოძრავებდეს, რომ ეხლა რაღაცა არ დაძმარდეს და უშუალოდ ჩვენს არსებაში, ხო, რაღაცას არ შეეპაროს, ასე ვთქვათ, ავადობა, ხო? არ გახდეს ავად, ხო? ამდენად აუცილებელია რომ ის შეივსოს, ხო? მაგრამ ჩვენ ადამიანის მდგომარეობას, თვითონ ჩვენგანის მდგომარეობას, მე არ მინდა ვილაპარაკო ზოგადად ადამიანზე, მე ვილაპარაკო ჩემზე, ხოლო ჩემზე, როგორც აი სხეულებრივ ხორციელ რაობაზე, რომელიც ახლა ზის ეკრანის წინ და თქვენ ეცდილობს თქვენ გაგესაუბროთ, ხო? ესე იგი არის სურვილი იმისა ამ ნაკლი შევსებისა, მაგრამ ანუ სურვილის დაკმაყოფილება, ხო? და სურვილის დაკმაყოფილება ეს ერთი მხრივ ნიშნავს თუ არა სურვილის გაქრობას, ეს რთული საკითხია, ხო? შეიძლება ერთი სურვილის დაკმაყოფილებით სხვა უამრავი სურვილი, ნაცვლად სხვა უამრავი სურვილი გაჩნდეს. ეს ახლავს ეს სიზნელე სურვილს, მაგრამ გარდა ამისა, მდგომარეობას ართულებს და უფრო დრამატულს ხდის ის ამბავი, რომ მე მაქვს, ამდა ჩემში რაღაცა მეს აქვს მიდრეკილება იქეთკენ, რომ მოახდინოს, ანუ დაიკმაყოფილოს სურვილი სიმბოლურად. აი სიმბოლური დაკმაყოფილება შეიძლება უფრო მეტი საფრთხის შემცველი იყოს, ხო? ვიდრე უშუალოდ პირდაპირ მნიშვნელობით სურვილის დაკმაყოფილება, მაგალითად წყურია და შესვა წყალი, ერთი წყალი და ამით დაიკმაყოფილოს სურვილი. მაგრამ აი მე რომ მაქვს ასევე უნარი, არა მარტო ამგვარი დაკმაყოფილების, არამედ სიმბოლური დაკმაყოფილების, ეს უკვე პრობლემაა ძალიან დიდი, ხო? მე უფრო რომ წარმოვაჩინო ეხლა თუ რა იგულისხმება ამ სიმბოლურ დაკმაყოფილებაში, რა თქმა უნდა ამის სიღრმეში, ამ საკითხს არ ჩავყვი სიღრმეში, მაგრამ გავიხსენებ აი ეხლა ბალზაკი ეს ფრანგი მწერალი თითოეულ თქვენგანს გაუგია და ჩვენ გაგვიგია, ხო? ბალზაკი ძალზე ხელმოკლედი იყო, ანუ ფული არ ჰქონდა და არც ვერც შიმშილს იკმაყოფილებდა, ხო? და მას ჰქონდა ასეთი დღეს ამას ეძახიან ტექნიკა, რომ ამან ადამიანი ამ შიმშილმა არ გადაიყვანოს შკუიდან და არ შეცდეს ჭკუაზე. დღეს ამისთვის ჩვენ სხვადასხვა მიმდინარეობები აზროვნებაში ტექნიკებს ვთავაზობენ, ხო? ზოგი გვეუბნება, რომ თუ შემოგაწვათ რაღაცა სევდა და ატყობთ, რომ ცუდად ხდები და რაღაცა, ადექით გაიარეთ, გამოიარეთ, მერე დაგიქით, ხო? ნუ ეს ყველაზე მარტივი რაც ახლა გამახსენდა, ზოგი გვეუბნება, რომ ადექით მაშინვე და არა თუ მარტო გაიაროთ, გამოიაროთ, არამედ უშუალოდ აი იაპონურად იაროთ. ანუ იაპონელები როგორც დადიან იაპონური სიარული, რასაც ქვია, ანუ სწრაფ სიარულსა და ნელ სიარულს შორის რაღაცა საშუალო. აიჩიო და ისე იარო რამდენიმე წუთი, 10, 15, 20, ხო? შეიძლება უფრო მეტიც. ხო და ბალზაკს ჰქონდა ასეთი ჩვევა, რომ და ასეთი ტექნიკა, რომ ამისგან თავი დაეღწია, ისე იგი რა კერძიც მოუნდება, მაგრამ ყავის დალევა უნდოდა, ხო? ყოველდილით უნდოდა, რომ ყავა დაელია, მაგრამ ყავის ფული არ ჰქონდა. ამიტომ ფურცელზე დაწერდა ყავას და დადებდა მაგიდაზე. მერე კრუასანის შეჭმა უნდოდა ალბათ, ხო?
ეხლა მე ზუსტად არ ვიცი რა მენიუ ჰქონდა მას, მაგრამ ესე იგი კრუასანი ესე იგი არ ქონდა კრუასანი რო ეჭამა, ამიტომ დაწერდა ხალხზე დადებდა და ასე შემდეგ. რისი ჭამაც უნდოდა რა კერძებიც უნდოდა, ხო? აი იმის გარემოც ქაღალდებზე დაწერილი, იმის გარემოცვაში წერდა თავის ამ ასე ვთქვათ ნაწარმოებებს, ხო? ნაწარმოებებს. აი ეს შეიძლება გამიკვირდეს როგორც აი რაღაცა სიმბოლური დაკმაყოფილების დაკმაყოფილება, დაუშვათ სიმბოლური დაკმაყოფილების ფორმა, ხო? მაგრამ არის ისეთი სურვილები, რომელსაც ვერ სიმბოლურად დაიკმაყოფილებ და საერთოდ მათი დაკმაყოფილების ასე ვთქვათ საშუალება ადამიანს არ აქვს. და პირველ რიგში ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ რა საშიშროებებია, რა სურვილებია ის სურვილები, რომელიც ახლა მე ვახსენე. ეს არის პირველი ისა რომ ესე იგი ადამიანს ჩემში ვიღაცას არ მინდა ეს ადამიანის ხსენება, ჩემში რომელიღაცნეს უნდა რომ იყოს უკვდავი. უკვდავობის სურვილი. ახლა უკვდავობის სურვილი დაკავშირებულია იმასთან, სიკვდილთან, ხო? არ უნდა რომ მოკვდეს. ჩემს რომელიღაცა მეს არ უნდა რომ მოკვდეს, ხო? და თუ მე ამაზე ვიფიქრებ, მუდამ, ხო? ამ სურვილს მე ვერ დავიკმაყოფილებ, ხო? ალბათ ვერ დავიკმაყოფილებ, ხო? და ეს არის ასე ვთქვათ, ამ დაუკმაყოფილებელი სურვილიდან მერე წარმოიშობა შიში. შიში უფრო მძაფრი, შიზე უფრო მძაფრი რაღაცა განწყობა, ეს არის ძრწოლა. აგიტანს რაღაცა, ან კანკალი, ან რაღაცა, ხო? რომელიც გიშლის ხელს ყოველდღიურობაში. ბუნებრივია, რომ არ გაძლევს რაღაცა ერთ საგანზე, ერთ მოვლენაზე ყურადღების გადატანის საშუალებას არ გაძლევს. ხარ არეული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო? მეორე ეს არის სურვილი, რომელიც რა თქმა უნდა, რომელიც დაკმაყოფილებასაც ადამიანი ასე თუ ისე ახერხებს, ეს არის ის, რომ არ იყოს მშიერი. ხო? და ეს სურვილი გადადის მერე შიმშილით სიკვდილის ისევ შიმშილის სიკვდილით ისევ სიკვდილს უკავშირდება. ანუ შიმშილის შიში. ხო? ანუ ახლა გაჩნდა ეს შიშის თემა შემოვიდა. ხო? შიშის თემა და როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა ამ შიმშილის, ხო? ან ესე იგი სიკვდილის შიში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? როგორ უნდა აირიდოს თავიდან დაუშვათ სიმბოლური დაკმაყოფილება, თუ ეს შესაძლებელია და შეცვალოს ის ანუ ნამდვილი დაუშვათ რეალური დაკმაყოფილებით, ხო? ანუ აი ესეთი დაკმაყოფილებით, როგორც აი ცხოვლის დაკმაყოფილებით ხოლმე, ხო? მაგრამ ამ შესაძლებლობებს ჩემში არსებული ეს მეები გამომწყვდეული, ასე ვთქვათ, ჩემს შინაგან სამყაროში, ხო? ამას ვერ ახერხებენ ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, და მიბიძგებენ სხვადასხვა მოქმედებისკენ, რომ ეს ასე ვთქვათ, ეს დაუკმაყოფილებელი სურვილები დაკმაყოფილებაში შეუწყო მათ ხელი, ხო? ხო, და აქედან მერე ჩნდება ღვარძლი, ანუ ღვარძლი იმის მიმართ, ვინც არის უკვდავი, ხო? უკვდავი ღმერთია, ხო? და უჩნდება, მიჩნდება, ჩემს მეს უჩნდება, აი შურით განიმშვალოს და უშუალოდ იმის მიმართ, ვინც უკვდავია, ხო? ნაცვლად იმისა, რომ
ნაცვლად იმისა, რომ დაჟერდეს თავშად თავის მოკვდავობას, ხო? ერთი სიტყვით, აი ეს საკითხები უკავშირდება ხედვას, რამდენადაც ხედვა ეს არის თვალის ჩინი. თვალის ჩინი, ანუ თვალის ჩენა. ჩენასთანაა დაკავშირებული, ხო? გამოჩენასთან, გაჩენასთან. თვალი ამასთანაა დაკავშირებული. და რა თქმა უნდა, აზრთან. ანუ ამას სიტყვა გვეუბნება ჩვენ თვითონ, ხო? თვითონ სიტყვა, ქართულ სიტყვაში არის ეს უნარი, ასე ვთქვათ, ხო? ეს თვისება, ხო? რომ აი რაღაცა გააჩინოს, გამოაჩინოს, დაბადოს, ხო? აზრი იბადება, აზრი ჩნდება, აი ასეთი სიტყვებით ვჟელობთ ჩვენ, ვსაუბრობთ აზრის შესახებ, ხო? და ის არის, როგორც ასევე გვეუბნება სიტყვა, ისე იგი აზრი არის ხედვა, ანუ თვალის ჩენა. რა თქმა უნდა, ეს საკითხებიც ანუ საჭიროებს უფრო სიღრმისეულ განხილვას, ხო? რა თქმა უნდა, რასაც კიდევ ემსახურება ჩემი საავტორო კურსები, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით შევიმუშავე, ხო? და მაქვს სურვილი იმისა, რომ აი ეს დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარო მათთან ერთად, ვიმსჯელო მათთან ერთად, შევასწორო რამე თუ შესასწორებელია და ჩამოვაყალიბოთ ისეთი რამ, რაც იქნება მისაღები ჩვენთვის, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობიდან გამომდინარე, ხო? ამიტომ ეხლა ჩემი მომდევნო საუბრის თემა იქნება ის, თუ შესაძლებელია თუ არა ხედვა და აზრი შესწორდეს, შესწორებული იქნეს. აზრი და აზრის შესწორება. აი არის თუ არა ეს, ანუ შეცდომის გამოსწორება, ასე ვთქვათ. არის თუ არა ეს შესაძლებელი. ანუ აზრი და შეცდომის გამოსწორება, ხო? მცდარი აზრი და უშუალოდ რა არის მცდარი აზრი და შეგვიძლია თუ არა მცდარი აზრი გავასწოროთ. აი რაღაცა ამდაგვარი დევს, ანუ ამ არხის, აი ამ YouTube არხის სახელწოდებაში, ანუ ასურნების სახელოსნო, რომელიც ხელთანაც არის დაკავშირებული, ხო? ხელთან, ანუ რაღაცის გასწორება, გამოსწორება შეიძლება თუ არა, ხო? აი აზროვნებაში საერთოდ, ხო? აი ამის შესახებ მინდა გესაუბროთ მომავალ ვიდეოში. მადლობა.